Მოიცა. მაგესალმებით, დღეს გვექნება განყოფა. BYU-ს A1F ელექტრობაიკი არის ქალაქის გამოგვიგზავნეს უფასოდ და სპონსორებული ვიდეოა ჩათვალისა. ერთად განვიხილოთ და ვნახოთ როგორი არის და რა მოვა. ძალიან ემოციებში ვარ, ძალიან მაინტერესებს როგორი იქნება სავარაუდოდ პატარა ველოსიპედია გამომადგება საცობებში ქალაქში სასიარულოდ. საკმაოდ მძიმე არის ეხა ყუთიანად. კარგად არის შეფუთული. აი ესე ავაძრე. 3, 2, 1. ახალი ველოსიპედის სუნი. ვაუ, მაგარია. დაკეცილ მდგომარეობაში დევს. ვარ მძიმეა ბიჭო. ხელი მომწყდა. სარამ. ასე წყობია საჭის მოხსნილი აქ. არ ვთხილად აქ რაღაცა ვერ მოვაძრო მაგას ბოლომდე. ძალიან კარგად იყო შეფუთული, ჭიდროდ. ისე რომ არაფერი დაზიანდა. დავეხმარი აქ. მოხსნათ ყველაფერი, ნახსოვ ახალია. სად გაგდანა? როგორი ფარი აქვს? შეიძლება ღამეც გაანათო. ძალიან მაგრად არის შეკრული, რომ არ დაზიანებულიყო. სხვა შორის, არც მეილი მომსვლია რომ მომივიდა, ანდანაირი შეტყობინება. პირდაპირ კარებთან დატოვეს. 600 ევროიანი ველოსიპედია და გამიკვირდა, ნუ არც ხელმოწერა დამჭირდა არსად უბრალოდ გარეთ ვიყავით გასული და რომ დავბრუნდეთ, ესე სიურპრიზად დაგხვდა კარებთან და ძალიან გაგვახარა. ო, ეს არც პატარა ყოფილა. ეს რანაირად აქ. ესე ქვემოდან გამოვატარე. ასე, უბრალოდ ესე უნდა დააფიქსირო აქ. ღერძი გასწორებულია, ახლა დავამაგროთ საჭე. მოდი მე ამას ეს ხოთა შორის ძალიან არ უნდა ჩაიყვანო ახლა საჭეც. მგონი ესე კაი ზომა იქნება. რა მაგარია. მაგარია. და აქ უნდა დავაფიქსიროთ კიდევ ერთი. საჭე უკვე დავამაგრე. საჭე. უკვე მაგერ დავამაგრე, ესე უნდა გაასწორო ამით, ხედავ? ჩაგეტა. აი ესეთი ჩანთა მოყვას, ალბათ რა ვიცი, რამას ჩააწყო. აი აქ წინ უნდა დაიმაგრო. რა მაგარია. ეს გავხსნათ აბა რა არის ამოყო. აქ სავარაუდოდ პედლები უნდა იყოს, ხო? სატენი. სატენი? ლეპტოპზე პატარა სატენი აქვს ეს პედლები. ესეთი სატენი მოყვა ლეპტოპის მსგავსი. კიდე უფრო პატარა არის და მსუბუქი ბევრად ლეპტოპის სატენზე. და უნდა შევაერთოთ აქ დაბლა, იქიდან იტენება. თენა შესაერთებელი აქვს. შეგიძლიათ ანუ თავზეც დააფაროთ შესაერთებას, რომ ჭუჭყი და რაღაც არ შევიდეს, თავისი ხუფიც აქვს. ნახე პედლების ასაწყობად მოყვა ესეთი. ხო, მულტიფუნქციური სახრახნისები მოყვა ესეთი. ძალიან ბევრი სხვადასხვა თავი აქვს. ესე. საჩუქრად. შენ მარტო ერთი თავი დაგჭირდა, ხო? არაფერი არ დამჭიროებია. საერთოდ დაგჭირდა? ჯერჯერობით არა. შევაერთოთ აბა. ხანარი როგორ უნდა აათო. აქსელერატორი. დასაკეთე. როგორ გავაკავე? არ გაანგრიო კედელი. ფარები როგორ არის? რამდენიმე ვარიანტი აქვს. წინ როგორ ანათებს, როგორ გავიგე. დასვიდა. ხოიდა. არა ტიპია ვიჭორო საყურებელი. საჭუქრები დავარი. დაკეცილ მდგომარეობაში გამოიყურება ესე, არის ძალიან კომპაქტური. იხსნება ხელის მარტივი მოძრაობით და უბრალოდ საჭე უნდა ამოწიოთ და გაასწოროთ. სულ ეს არის. ჩვენთან შემოდგომა მოვიდა დეკემბერში. მაგარი ქარია. ესე იგი ეს ელექტრობაიკი არის 46 პაუნდი. რაც კილოგრამებში არის 21 კილოგრამი თითქმის. საბურავების ზომა არის 16 ინჩი. დატენვის დრო არის 4 საათი, 0-დან 100%-მდე იტენება 4 საათში. აქ გვაქვს, როგორც ხედავთ, ძრავი, წამყვანი არის უკანა თვალი, ეს არის ძრავი ამაში. აქ არის ჩამონტაჟებული შიგნით ელემენტი, რომელიც არის ჩაშენებული. გვაქვს ესეთი ლამაზი დისკები, საკმაოდ სქელი და გამძლე. საბურავებით საკმაოდ ხარისხიანია. გვაქვს ასევე პედლები, შეგვიძლია მექანიკურადაც ვმართოთ და დავეხმართ, ან ორივე ერთდროულად ვმართოთ. აქ გვაქვს ესეთი განათება,
რომელსაც აქვს ორი ფუნქცია, ერთი ციმციმის და ერთი ჩვეულებრივი, რომ ღამე შეგვამჩნიონ და ვინმე არ დაგვეჯახოს უკნიდან. ასევე აქედან მხრიდან გვაქვს ესეთი ფეხი, უკან და წინ მუხრუჭის დისკი, რომელიც არის საკმაოდ კარგი და კარგია რომ თვითონ საბურავის დისკზე არა გვაქვს მუხრუჭი, ბევრად უკეთესია და უფრო გამძლეა. ასევე იკეცება და იხსნება როგორც გითხარით. აქ გვაქვს ესეთი დეშბორდი, გვაქვს 3 ღილაკი, M+ და მინუსი. M-ს თუ დავაწვევით დიდი ხანი გააქტიურდება და ჩაირთვება ელექტროობა. მაჩვენებელი, რამდენზეა დატენილი, მოუდები, დაბალი, საშუალო და მაღალი. ეს იმის მიხედვით, როგორ აღმართზე გვიწევს მოძრაობა და ესე პლუსით და მინუსით შეგვიძლია შევცვალოთ. გვაქვს ზარის ღილაკი. მექანიკური. ეს არის გაზის პედალი, ეს არის უკანა მუხრუჭი, წინა მუხრუჭი. დიდი ხანი ვეძებდით და ძლივს მივაგენი, რომ დიდხანს თუ დააწვევი პლუსის ნიშანს ირთვება წინა ფარი. აქ არ ვიცი ხა თუ გამოჩნდება. ჩართე? ჩაირთო, მაგრამ დღე არის და არ ჩანს, არ ეტყობა? არა. თუმცა ღამე გავტესტე საკმაოდ კარგად ანათებს და გადავიღებ. არ გადაგვიღია, უბრალოდ სატესტო იყო. ამ აღმართზე გვინდა ეხლა რომ დავტესტოთ. მინდორში მთლად კარგად ვერ დადის, მაგრამ გვაინტერესებს როგორი სიმძლავრე აქვს. ფეხები არ დაახმარო აბა? თან მინდორია და გაუჭირდება ჩემი აზრით. მეც ეგრე ძალიან ვფიქრობ. დიდი აღმართია. ჩვეულებრივ ველოსიპედითაც აი ფეხზე რო დადგები და ეგრეთ რო ძნელად ახვალ ეგეთია რა. ფეხი გააჩერე. ფეხით არ უნდა გექნა. მარტივა დავიდა? თავის სიჩქარით ვერ ავიდა და? მუხრუჭი ძალიან მაგარია, ნახე. გააჩერე აბა? ორივეს თუ დაარტყავს საერთოდ ქვავდე. საერთოდ არ გამიჭირდა, ძალა საერთოდ არ დამადგა რა. თითქოს თავისი ტრიალებდა, მაგრამ რო არ დამეხმარებია, ოდნავ გაუჭირდებოდა ჩემი აზრით რა. კარგად თუ ახვედი. გინდა ვწდი მაგის გარეშე, აბა, ვიდეო, აბა. კარგად ავი. ფეხები არ დაახმარო საერთოდ. არა, გაჩერებული მაქვს. შენ როზი ხარ, მე მგონი უფრო ნელად ადის, უფრო მძიმე წონის რო ხარ. მიდი. აიმე, გაჩერდა. ეძე რა ვიცი. იქ იყო მთავარი ძნელი ასასვლელი მაღლა. ბოლომდე ფეხების გარეშე ვერ ავიდა. მაგრამ ისე რაც გძნობა, ისე როცა მივდივარ და გასარვაწევი, ფეხებში მაინც გეხმარებათ ეს, მაინც თავისას ინერციას გაძლევს რა. კი, სუბუკატრიალეს ხო სუბუკატრიალეს გასაც რო არ დააწვე. მუხც აძლევს. მაგრამ მიმოხილვა აბა შენი აზრით როგორი ველოსიპედია? რავი, ძალიან მაგარია ხა ქალაქისთვის, სოფლისთვის ეს არ არის და რავი, ქალაქისთვის რაც არის, მაგას ასრულებს და ესეთ მაგარ აღმართებს ავედი და მეტი რა გინდა ხა. თან 30 კილომეტრს გაგატარებს, მარტო ელემენტზე რო იარო და საკმაოდ დიდი მანძილია. ბოლო ტესლას მანქანა ხო არა. შორიდან რო უყურებ, ხარისხი ეტყობა ყველაფერს, რომ ძალიან ხარისხიანია, თუნდაც ეს პედლები, აი ყველაფერი. ეს ლოგო რო ვერცხლის პროდუქტ შავ ფონზე ძალიან ლამაზად ჩანს და მომწონს. ძალიან დასაფასებელია უცხოელი სპონსორებისგან, რომ იჩენიან ამ ხელა ინიციატივას და აი ესე გვეხმარებიან. ძალიან პატარა არხი არის ჩვენი არხი. არ ითვლება თან ამერიკაში დიდ არხად, არ უყავს ბევრი გამომწერი და მიუხედავად ამისა, მაინც გჩუქნიან ესეთ სოლიდურ საჩუქრებს, რისთვისაც ძალიან მადლიერი ვარ. ქართულ ენაზე არის ჩვენი კონტენტი და ინგლისურად საერთოდ არ ვლაპარაკობ და მაინც რო გვეხმარებიან ესეც ძალიან მაგარი არის და არ ვიცი. კიდევ ერთხელ მადლობა მათ, ვინც ესე დააფასეს ჩვენი შრომა. ალბათ მოსწონთ ჩვენი არხი და ვფიქრობენ, რომ უფრო და უფრო განვითარდება და ჩვენც შევეცდებით, რომ უფრო მეტი სიახლე და კარგი ამბები შემოგთავაზოთ. ამისთვის აუცილებელი არის, რომ დაალაიქოთ ვიდეო. ძალიან არ მიყვარს ამის თქვა, იმიტომ რომ მე ვისაც უყურებ და ვისი არხიც და ვისი ვიდეოც მომწონს, ყველა გამოწერილი მყავს და ვალაიქებ და ეს არ არის სათქმელი თუ რაღაცას უყურებ, ესე იგი ხარჯავ დროს რაღაცაში. ანუ მოგწონს. იმის თქვა მინდოდა, რომ არხი რომ განვითარდეს და კიდევ ესეთი ბევრი სიურპრიზი ჩვენ გქონდეს და მე ჩვენ შევძლოთ რაღაცები გადავიღოთ თქვენთვის. ამისთვის საჭიროა, რომ გამოიწოროთ ჩვენი არხი და ძალიან მადლიერი ვარ ყველასი, ვინც აქამდე მოყვებით. მართალია ბევრი ხანი არ არის, რაც YouTube-ზე ვართ, მაგრამ ვიყვარს ჩვენს პირად გამოცდილებას, ჩვენს ყოველდღიურობას, ესე გიზიარებთ და ვწერთ, რომ ბევრი ინფორმაციას იღებთ ჩვენგან და ძალიან მიხარია თუ ესე არის და მოგწონთ ჩვენი არხი. მადლობა ყველას, რომ გვიყურეთ. არ დაგავიწყდეთ ვიდეოს დალაიქება და არხის გამოწერა. მოკლედ ესეთი ქირავდება, ესეთი ელექტროსკუტერები და სკროლები და ველოსიპედებიც რა.
უყურე ეს სკროლი რა მხელა არის ხა ამაზე ბევრად ძიმი არის და აქ ფეხზე უნდა იდგე აქ ვზივარ და რავი კომფორტულია უფრო მსუბუქიც არის ხო და 1-5 წუთი რო დაждდი ამაზე და იკატავ ან ველოსიპედზე ან სკროლზე რა დაგვიჟდა ჩვენ რავი 2 წუთი 5 წუთი ვიკატავეთ და $10 თუ მეტი იყო და ძალიან ძვირი ჟირს რა მოკლედ ძალიან წეწავენ რა და ამითი ერთხელ იყიდი და რამდენიც გინდა იკატავე და სახში უცებ დაიტენება ლეპტოპზე პატარა სატენი აქვს განარადენი უნდა წაიღოს და ამდენი ხანი გამოსულები ვართ ახლა დღეს უკვე 2 საათია გამოსულები ვართ დავდივართ ისევ ხოძია რა ეხლა გავგვდისვა და პარკინგზე და უნდა წავიდე მე მგონი გავიდა უკვე მოი დაჯექი და წამოიყვანე ახლა გამოიკატავე One life like this.